საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძეა. ჩვენი სტუმარი, მადლობა ნოდარ აქ ყოფნისთვის. მიუნხენის კონფერენცია, რომელიც მნიშვნელოვანი მოვლენა არის სოფლიოს, არა მარტო უკვე უსაფრთხოების, არამედ გეოპოლიტიკის ფორმირების თვალსაზრისით. ამ ხრივ ყველაზე დიდი მოლოდინი, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების წარმომადგენლის წლევანდელ გამოსვლისადმი იყო მიპყრობილი. ჩვენ გვახსოვთ, რომ ერთი წლის წინ ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა ცივი შხაპი იყო, არა მარტო მთელი ევროპისთვის, სოფლიო იქიდან შეიძლება ითქვას, რომ ჯერ ბოლომდე ვერც გამოსულა, გონს ვერ მოსულა, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთის სტრატეგიული გადააზრების ფინალში გადის და ამის გამოხატულება იყო ის კონსტრუქციული ტონი, რომელიც არა მარტო რუბიოს მხრიდან გამოჩნდა და ერთნიშნულად დეკლარირდა, ასე ვთქვათ, არამედ ის დამოკიდებულება, რომელიც იქ შეკრებილმა ევროპულმა საზოგადოებამ რამდენიმე საკმაოდ ხანგრძლივი ემოციით, რა ქვია, ოვაციით, უпроსორეთ და ტაშით გამოხატა. რაც გამოყოფთი შენ ამ შემთხვევაში ამ მიუნხენის შედეგების გათვალისწინებით და ცხადია საქართველოს კონტექსტშიც ვისაუბრებ. მოგესალმებით გიორგი, მივესალმებით ტელემოყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან განსხვავებულია ამერიკეთ რახან დავიწყე, ძალიან განსხვავებულია ამერიკის პოზიცია წინა მიუნხენთან შედარებით. ანუ შეიძლება პოზიცია არ არის განსხვავებული, მისი გაჟღერების მეთოდი არის განსხვავებული, რა ძალიან რა. ეს საერთოდ ტრამპს აქვს თავის წიგნშიც მოლაპარაკების ხელოვნება, რომელიც მან დაწერა საკმაოდ ერთ პერიოდში ბესტსელერიც იყო ამერიკაში. იქ არის ეს ტაქტიკა, რომ თავიდან იყო ასე ვთქვათ უხეში და ისეთი საკმაოდ მყისე და ხარტი პოზიცია ქონდეს და მერე ცოტა რაღაცები დაუთმო და ამით შეარბილო და ასე ვთქვათ შექმნა უფრო მოლაპარაკებისთვის უფრო კარგი ტონი და არ დათმო ამასთან ერთად ბევრი ეს არის. აი შარშან იყო გვახსოვს ვიცე-პრეზიდენტი ბენსი იყო შარშან, ვინც გამოვიდა მიუნხენში ამერიკის სახელით. მისი ცნობილი გამოსვლა რომ ქალაქში ახალი შერიფია, რაზეც ჩვენ თქვენ ცივი წყალი რაც იყო და გაოგნებული ევროკავშირის გაოგნებული ლიდერების სახეები გვახსოვს მაშინ და ძალიან დიდი კრიტიკა. დღეს ბევრად უფრო დიპლომატიური და ბევრად უფრო ასე ვთქვათ მისაღები ევროპისთვის და მათთვის ახლობელი რუბიოთი არის ამერიკა წარმოადგენელი მიუნხენის კონფერენციაზე და რუბიოც მისი გამოსვლის როგორც სტილი ასევე გზავნილები არის უფრო შემრიგებლობით. ეს რა თქმა უნდა არ უარყოფს ტრამპის ძირითად პრინციპებს, რომელიც ის არის რომ ევროპა ანუ სტრატეგიულ კრიტიკულ ნაწილში არც არაფერი არ შეუცვლია. რუბიომ ანუ დასავლეთის განვითარების ბოლო ფაზის კრიტიკას არაფერი არ დააკლო, რაღაცები დაუმატა კიდეც. მაგრამ შეიძლება ვენსის გამოსვლასთან დაკავშირებით რაღაც მცირე განსხვავებები იყო, მაგრამ სტრატეგიულ ნაწილში არაფერი განსხვავებული არ უთქვამს, მაგრამ ეს კრიტიკა დასავლეთის ზოგადი 2005 წლის ცნობილი რამსფელდის გამოსვლის მერე სულ არის ამერიკელების, როცა უთხრა, რომ ფულს არიხდით თავდაცვაში და უფასოდ გინდათ ყველაფერი, ჯერ კიდევ დონალდ რამსფელდი უბრალოდ სხვადასხვანაირად შევერდებოდა. მიგრაციის პრობლემებთან დაკავშირებით, იდენტობასთან დაკავშირებით, ბევრ სხვა რაღაც თემებზეც იყო იქ აქცენტი. ორი რაღაცა იყო, რაც წინა ადმინისტრაციებს არ ქონდა. რაც არ გაუკეთებია რუბიოს. პირველი, მას არ გაუჟღერებია რაღაც ველური ტერიტორიული პრეტენზიები ამერიკის, რაც გააკეთა წინა კონფერენციაზე ვენსმა და მას არ უთქვია, რომ ჩვენ ეს სისტემა უნდა მოვშალოთ, რომ რაღაც ახალი უაზრობა გავაკეთოთ. იმის არ იყოს, რა ქვია, ეს კლუბი რო გააკეთეს, კლუბი კი არა, ეს საბჭო, მშვიდობის საბჭო და რაღაც ხო. ესეთ რამები არ უსაუბრია. ეს იყო მთავარი და ფორმა, რომლითაც მან ისაუბრო, ჩვენ ევროპის შვილები ვართ და ჩვენ უნდა ერთიანად მივაღწიოთ ამ წარმატებას ყველაფერს. ანუ ბევრად პარტნიორული იყო. ფორმას შეიძლება ხანდახან მეტი მნიშვნელობაც კი ქონდეს, იმიტომ შინ არც ისეაც ვიცით, ახლა ტრამპის არ შეცვლა. საინტერესო იყო რა ფორმი წარმოადგენდა, ახლა რა ისევ გრენლანდიას მოითხოვდა, გვაინტერესებდა, ხო? ახლა ისევ დაემუქრებოდა, რომ ხვალ პანამაში ახლა ჯარს გადაუშხავდა, არ გაუკეთებია ეგეთ რაღაც. ხო, ტრამპის ფონზე, რომელიც საკმაოდ არარაციონალური პოლიტიკა აქვს, ეს კარგი გამოსვლა იყო. ახლა ეს რას ნიშნავს ჩვენთვის? რას ნიშნავს ევროპისთვის ფართოდ და ჩვენთვის? ევროპისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპის საფერი არ იცვლება, ევროპა უბრალოდ ცოტა უფრო დაწყნარდა, მაგრამ ის პრინციპული გადაწყვეტილება რაც ევროპამ მიიღო, რაც გააჟღერეს იგივე მერცმაც, მაკრონმაც და სხვა შორის იტალიის პრემიერის აქტიურობს ლაპარაკობს ამ თემაზე. ეს არის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის დაჩქარება. ანუ ევროპას უნდა ყავდეს თავისი უსაფრთხოების სისტემა, თავისი ჯარი და იმის შესაძლებლობა, რომ ამერიკის გარეშე შეძლოს
ქაღალდზე და თეორიაში და რესურსებით შესაძლებლობა არსებობს. მათ შორის ბირთვულ ფარზეც არის გარკვეული საფრანგეთი და ბრიტანეთი არ დავაგვიწყდეს რომ ხა გერმანიის მხრიდან არის ამ თვალსაზრისით ინტერესი აშკარად გამოხატული. კი და საფრანგეთი მზად არის ამაზე წავიდეს, არ დაგვაგვიწყდეს რომ გარდა რუსეთის და ბრიტანეთი ისედაც არის ბირთვული სახელმწიფო, უბრალოდ ევროკავშირი არ არის, მაგრამ ევროპაა. ნატოა, რაც თორე ეს ხო გერმანია ხომ მას ევროკავშირი ვერ იზავს მაგას ნატოს ფარგლებში უნდა გაკეთდეს. ბრიტანეთი და საფრანგეთი ორივე არის ტრადიციული ბირთვული სახელმწიფო. ამ უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში უკრაინა არის ერთ-ერთი წამყვანი კომპონენტი, ვიცი რომ აქამდე მიხვიდოდი, მაგრამ თავად მიუნხენის კონფერენციის ფონი ეს იყო ზელენსკის აქტიური შეხვედრები გერმანიის უმაღლეს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებთან და მათთან ერთად გახსნა მაგალითად ბერლინში ერთობლივი დრონების მწარმოებელი უზარმაზარი ქარხნის ამ თვალსაზრისით გერმანიისა და უკრაინის თანამშრომლობის ხარისხი გადავიდა სრულიად ახალ ეტაპზე და ფაზაში. როგორ შეაფასება ამ მიმართულებას, მათ შორის ზელენსკის სიხისტეს, როცა მას არ მოერიდა ტრამპის იმდღევანდელივე განცხადების კვალდაკვალ, როცა ტრამპმა თქვა რომ დროა ზელენსკი მიიღოს გადაწყვეტილებები, თორე შეიძლება რამე პრობლემა შეიქმნას. მან საკმაოდ თავდაჯერებულად უპასუხა რომ რაც დასათმობი იყო, ჩვენ უკვე დათმობილი გვაქვს, საერთოდ რომ ველაპარაკებით აი ამ კრიმინალს და უზივართ, ესეც უკვე დათმობა არის. ანუ რას ნიშნავს ეს უკრაინის მხრიდან ერთის მხრივ შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე ზელენსკი ძალიან კარგად ესმის რომ სტრატეგიული პრობლემების მოგვარება შეუძლებელია, ევროპაც ამბობს ამას ამ ეტაპზე და მეორეს მხრივ უკვე ის საკმაოდ თამამად არტიკულირებს მათ შორის ტრამპის მესიჯებთან მიმართებაშიც. ეს არის ახლა უკრაინის თემა ევროპისთვის არის მნიშვნელოვანი თემა. უდაოდ უკრაინა ტესტი არის, რამდენად შეძლებს ევროპა ამერიკის გარეშეც გააგრძელოს, ასე ვთქვათ, უკრაინის დახმარება. და ბევრი სიგნალია რომ ამას რაღაც ეტაპზე ყოველ შემთხვევაში შეძლება. ეხლა ზელენსკი არის ძალიან საინტერესო პოლიტიკოსი. მას როცა საჭიროა შეუძლია თავი დახაროს, შენ კარგად გეხსოვნება მისი შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპსთან და ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან, როცა რაღაცა ბულინგი განსაკუთრებით ვენსთან თავი დახარა, ხმა არ მოიყო იქ და რაღაც ისე იყო, ხო ძალიან რაღაც ტანსაცმელზეც რო დაუწყეს გადავ და როცა ჭირდება შეუძლია საკუთრად აი ესე გამოვიდეს და ხისტად ტრამპს პასუხი გაცან. მან იცის როდის უნდა შეანელოსლა და როდის უნდა დააჭრა. გაზს როცა უნდა დააჭროს, აუშვოს ფეხის აშკარად ლენს კარგად ისწავლა, ანუ საგარეო პოლიტიკაში კარგად ერკვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ მან ევროპიდან მიიღო რაღაც გარანტიები. რახან ტრამპს ესეთი პასუხი გაცა, რომ მე აბსარდ, ანუ რაც დასათმობი იყო უკვე დავთმე, შეიძლება ეს გარანტიები აუცილებლად უნდა იყოს კავშირში ნატოს წევრებთან, იმიტომ რომ მარტო ევროკავშირი ხარ, იმიტომ ბრიტანეთს უნდა იყოს აქ. ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია ეს სამი ქვეყანა გადამწყვეტი მოთამაშეები არიან უკრაინასთან მიმართებაში. ალბათ არა მარტო დრონები, არამედ მსხვილი ფინანსურ პაკეტებზეც გარანტიები მიღებული აქვს ზელენსკის, ამიტომ მას იმედი აქვს, რომ ერთი ან ორი წელი კიდე უკრაინას არ გაუჭირდება თუ საჭირო გახდა საკუთარი თავის დაცვა. იცი რა მე უსმინე გერმანიის პარლამენტის კომიტეტის თანამშრომლებს ახალი დაფინანსების და მათ კითხეთ რომ აი ტომოჰავკებს რატო არ აძლევთო. მან თქვა რომ ამ ეტაპზე კონსენსუსი გერმანიაში ამაზე არ არსებობს, მაგრამ მან ისაუბრა იმაზე, რომ ისინი ეხმარებიან სერიოზულად უკრაინას, უკრაინის საბე ტერიტორიაზე, მის ანალოგის წარმოების თვალსაზრისით. ანუ სერიოზული მოძრაობები არის ამ მხრივ, სტრატეგიული მიზანიც განსაზღვრული არის ახალი თავდაცვის მინისტრისა და პრემიერის პირობებში, მოცემულობა, რაოდენობა დასახოცი ოკუპანტებისა იმისთვის რომ ამ ციფრმა უკვე გადააჭარბა პრინციპში გაწვეულთა და კონტრაქტორების რაოდენობას. საქართველოს მინდა რომ ვისაუბროთ. საქართველოს რაღაცა ფორმით მაინც იყო წარმოდგენილი, თუმცა ჩვენ ნახეთ რომ ოფიციალურად არ იყო, მაგრამ ერთ-ერთ პანელში ბოჭორიშვილი მონაწილეობდა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და ეუთოს გენერალურ მდივანს იმ ორგანიზაციისა, რომლის სპეციალური საგამოძიებო მექანიზმი დამუშავდა 2 დღის წინ უკვე თბილისში გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენთან მიმართებაში ყველაფერი საკმაოდ სევდიანია, გამომდინარე იქიდან რომ საერთოდ ამოვარდნილი ვართ ყველაფრიდან. ამოვარდნილი ვართ აბსოლუტურად უაზროდ და ყველანაირი საჭიროების გარეშე. ხა ვინმეს თუ ჯერა იმ სისულელეს რომ აგერ ახლა ჩვენ ომში რო არ ჩავებით, იმიტომ უჯიან, ახლა სომხეთ შეხედონ რა, ომში ჩაებონ სომხეთთან ურთიერთობა, ვენსი ჩავიდა და ევროკავშირი იწყებს ახლა ახალ ურთიერთობას და აზერბაიჯანთან და რავი მოლდოვაზე ხო არაფერს ლაპარაკობ, მოლდოვა საერთოდ ძალიან სწრაფად შეიძლება აღმოჩნდეს ევროკავშირის წევრი, სადღაც 20-30 რეალისტური ჩანს უკვე მოლდოვისთვის.
არც ეს ქვეყანა ომში არ ჩაბმულა და რაღაცა სისულელების ლაპარაკი, მაგრამ რაც არის დღეს საქართველო არის იზოლირებული, ძალიან სერიოზული იზოლაციაში ვართ. იმდენად იზოლირებული ვართ, რომ ეს თუ დიდხანს გაგრძელდა, რაღაც პერიოდ, დიდხანსაც რაღაც პერიოდ, მე როგორ საერთოდ დავივიწყდებით, ამოვარდებით ტრადიციული ფორმატებიდან. ადრე, თქვათ, იყო ენერგოკორიდორების განხილვა, რაღაც ფორმატების, სატრანზიტო რაღაცების და ყოველთვის საქართველოს იყო მოხსენებული როგორც ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მონაწილე, რომ ნებისმიერ კასპიის ზღვაზე გაივლიდა და აქეთ მერე თუ აქედან კასპიის ზღვისკენ. ჩვენ ეხა დღეს უკვე გეოგრაფიულად შეიძლება ეს აღარ გახდეს საჭირო, იმიტომ რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მიდიან იმისკენ, რომ უკვე საბოლოოდ გააფორმოს სამშვიდობო ხელშეკრულება და ამასთან ერთად ჩვენ იმდენად მიუღებელი გავხდით ამ ტყუილებით, ამ არასწორი პოზიციონირებით, ამ რაღაც ფსევდოსაგარეო პოლიტიკით, სადაც ქვეყანა, რომელშიც, რა ვიცი მე, 20% ოკუპირებულია, ამდენი ადამიანი უმუშევარია და მილიონზე მეტი ადამიანი გაქცეულია, ევროკავშირზე ამბობს, რომ იცი, იქ კრიზისები არის და დაინგრა ევროკავშირი. ძალიან მოკლედ არ მინდა იმაში წასვლა, მაგრამ საქართველოში პენსია არის 400 ლარი, გიორგი, სადღაც. ხო? ოდნავ მეტ. 500 იყოს, გავზარდოთ, ხო? მერყეობს, ხო? ასაკობრივი ჯგუფიდან. ევროკავშირში საშუალო პენსია არის 5000 ლარი კალარებში. 10ჯერ მეტი აქვს შენზე შემოსავალი საშუალო ევროკავშირის მოქალაქეს ხელფასებში კიდევ უფრო დიდი სხვაობა. ეს არის საქართველოს ყველაზე დიდი სნერო. შენ შეიძლება იყოს სუსტი, შეიძლება იყოს ღარიბი რაღაც ეტაპზე სამწუხაროდ. შეიძლება გაკლდეს რაღაცა, მაგრამ შენ თუ გაქვს სურვილი რომ ეს გამოსწორო, შენ დაგეხმარებიან, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო ყოფს თავი დაანება სომხეთს არ იყოს მეზობელი ხარ ევროკავშირში, ტერიტორიულად, როგორც ზღვით, ასევე შესაბამისად შემდეგ შეიძლება თუ თურქეთი ხმელეთით ესაზღვრებ, მაგრამ შენ ხო ქვასისური არავის აფერში არ ჭირდება, შენი სტრატეგიული მნიშვნელობა არ ხარ შენ ქუვეითი ბოდიში და არ შვეიცარია რომ შენზე გატყდეს. ის შუა კორიდორი ბაქო-ჯეიხანი, ეს ყველაფერი. ჯერ ერთიც სომხეთი აზერბაიჯანი დაალაგებით ალტერნატივა გამოჩნდა, ეს ერთი. მეორე, ამ პროექტების ჯამური ფასეულობა არ არის იმდენი, რომ შენ ევროკავშირმა გითმინოს ის, რასაც შენ აქ აკეთებ, რა დღეს რა. არ მოგდა უკვე ჩანს, რომ მას არავინ არ ითმის. ძალიან მარტივი და კარგი მაგალითი ახლა ბოლო პერიოდში რაც ხდება. დაიწყო რაღაც ქვეყნებმა, ნაწილობრივ ცენტრალური ევროპის და რამოდენიმე სამხრეთ ევროპის ქვეყანამაც საქართველოსთან პრაგმატულ ურთიერთობაზე აღდგენას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არ იყო ის თეთრი სახლის განცხადება იყო, სადაც ვნახეთ, რომ თეთრი სახლი განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობას იმ საკითხებში, რომელიც შეეხება ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს. ხო გახსოვს ახლა რამოდენიმე დღეს წინ გამოქვეყნებული განცხადება. სახელმწიფო დეპარტამენტში. ხო, მაგრამ იქ იყო თეთრი სახლი ეწერა, თეთრი სახლის. ეხლა ამის ფონზე ქართული ოცნება თუ ეხა ახალი ტალღა დაიწყო დაჭერების პოლიტიკური პარტიები გააუქმა. ხო, მაგავე განცხადებაში ეწერა რომ სერიოზულობის ხარისხს ამოწმებს ნების ხო ელოდება. აბსოლუტურად კაფიოთ აქვს ივანიშვილს მიწოდებული ინფორმაცია რა ზელის. კი ბატონო. შესაბამისად ამის საპირისპიროდ სხვა შორის მაინტერესებს შენი აზრი მდინარაძე რატო ყავდა ჩაყვანილი და ასევე საინტერესო არის ამის ფონზე ამის გაგრძელება რაც მოყვა ამას. მათ შორის პერსონალურ დონეზე, თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოძრაობის უცნაური ამბიჯების ყვალობაზე, რა არის? ეს არის უკმაყოფილება და ესკალაციის სტრატეგია, მათ შორის დასავლეთთან და შეერთებულ შტატებთან მიმართებაში თუ უბრალოდ უტვინობა არის? მდინარაძის ჩასვლა უკავშირდება ორ ამას. პირველი, უფრო მოკლევადიან ზონდირება იყო და გატესტო, არ ვიცი რა შედეგით ირანთან მიმართებაში რა შეიძლება მოხდეს და ამაზე ჩემი აზრით საქართველოს მთავრობამ ამომწურავი პასუხი გაცა ამერიკელებს. ყოველ შემთხვევაში მე და შენ ეს პასუხი დავინახეთ, ეს იყო სიმბოლურად ბიძინა ივანიშვილის ფლობელობაში არსებულ სასტუმრო პარაგრაფში გამართული მიღება და მე ირანის ფერებში, მათი დროშის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში. სხვა შორის ბევრნი ვიყავით დაპატიჟებული, ეს უაზრო მოსაწვევი მეც მომივიდა მან. აი ეს გაშუქება და მეორე თემა მაღალი ალბათობით იყო მცდელობა თუ როგორ საქართველოს დე იურე ხელისუფლება არ არის აღიარებული, მაგრამ დე ფაქტო სამწუხაროდ ხელისუფლებაში დღემდე ქართული ოცნება. აი ამ დე ფაქტო ხელისუფლებასთვის თან ზონდირება რაზე შეიძლება საერთოდ მუშაობა რა შეიძლება ენდოს და აქაც არ ამგონია რომ შედეგი ყოფილიყო. ყველაზე დიდი პრობლემა რა არის ქართული ოცნების? ეს არ არის უკრაინაში ომი, ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია, ეს არ არის ტრამპის გაურკვეველი რაღაცები, რომელსაც ვერაფრით ვერ აუღალღო ხო ქართულმა ოცნებამ. ხან რაღაც სულელური წერილებს წერენ და ხან და ვენსი ჩადის და აქ არ ჩამოწ, ხო? ეს
ყველაზე დიდი მტერი და ყველაზე დიდი პრობლემა ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკაში არის ქართული ოცნება. როგორც კი რაღაც ეტაპზე მივა რომ მათ შანსი აქვთ ნორმალიზაციაზე წავიდნენ ურთიერთობის, დაიწყონ. ეს კი არ ნიშნავს რომ ხვალ ახლა ისე ყველაფერი ისე იქნება, მაგრამ დაიწყონ რაღაცა დიალოგი, ну აი წელიწად ნახევარი გავიდა იმ არჩევნების ხმանը, ძელ კიდე ძალაუფლებაში არიან და თქვა ვიღაც სახელმწიფოები მზად არიან რაღაც იმ წუთში ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომელიც ნებისმიერ მათ მხარდამჭერს იგივე უნგრეთში თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში, ხო, სამხრეთ ევროპის ქვეყანაში აბსოლუტურად უძლურს ხდის რაიმე ნაბიჯების გასაძლებლად. აი ნებისმიერ. ეხლა რაც არის ხო, ჩანიშნულია პროცესები ოპოზიციის თავიდან, ხო, სადაც ეხლა უმძიმეს მუხლებს უყენებენ, საუბარია ისო გაუქმებაზეა პარტიების, ახალ კანონს იღებენ საშინოს, რომელსაც ბელორუსიას და რუსეთს ამის ფონზე დინარაძე იმიტომ ყავდა ჩაყვანილი რომ გაეტესტათ რომ ეს სიგიჟეებზე რა ხდება და თქვენი იმედი რომ თქვენ რო დაგვჭირდეთ ის იმედი ქონ ორივეზე გავეცეთ პასუხი სიგიჟეებზე ყველაფერი კარგად არის ვაგრძელებთ არავის ეჭვი არ შეეპაროს და ჩვენი ირანთან ჩვენი დახმარა თუ დაგჭირდა აგერ არის ირანის სფერებში გაჟღერებული ის განათებული ანზე აი ეს იყო ჩვენი პასუხი ამერიკა თავის მხრივ ამ ხელისუფლების პირობებშიც განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციაში პრაგმატულად ცდილობს რაღაცა კუთხეები გამონახოს რომ თუ როგორც იმ განცხადებაში შენათქვამ იმ სფეროში სადაც დავჭირდა ბიძინა ივანიშვილის განცხადებები რომ ფული დამიბრუნეთ ხო ის ერთ-ერთი მოთხოვნა გააქვს ბიძინა ივანიშვილს გეცოდინება ახლა ერთ-ერთ მოთხოვნაში აყენებს კრედიტ სუისის იმის იმას და ამერიკელები გულახდილად ვერ ხდებიან რა კავშირია მე რა მეცოდინება კაც გამოვიდა კაც და საჯარო დილაპარაკა მაგაზე ისე მეუნები გეგონება მარტო მე და შემფლობ რაღაცა იდეა საჯარო ერთი ამბავი უნდა მოგიყო ეხლა სანამ დასი თქვა იმას ვიზავთ ეს ჩვენ თემას საქართველოს რამდენიმე წუთი დაგვრჩა და მოყევი ბატონი ბაჩიაშვილი დღემდე იმყოფება საყურებელში, როგორც ვიცით. ეხლა ბატონ ბაჩიაშვილი მე საქმე არ ვიცი, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ეს არის პოლიტიკური მძევალი ბიძინა ივანიშვილის. ყველაზე დიდი პრობლემა რა არის, რომ ბიტკოინებზე დავა ხომ მიდიოდა მას და ბიძინა ივანიშვილის შორის. უმეტესობა ეს მის ყოლობაში იყო და ბიძინა ივანიშვილი ვერ ხსნიდა. გამოდენეკდა ბიძინა ივანიშვილმა არანაირად არ გარიგდა ბატიაშვილს და ბევრმა არ შეამჩნია, მაგრამ თანხა რომელსაც დაავდნენ განახევრდა. ანუ მილიარდი თუ იყო იმ ბიტკოინების ფასი. ბოლო 2 წლის განმავლობაში ბიტკოინების ფასი 50%-ით დაახლოებით დაეცა. შენ თავად ბიტკოინების ღირებულების კლების დინამიკაზე. ხო, შესაბამისად იმ თანხაზე, რასაც პრეტენზია შეიძლება ქონდეს ბიზნესში, უკვე თავის საფუძველში რა, რომ 80 უკვე ნახევარია იმისი, რაც ქონდა. აი, ეს როგორი ანაბანა არის, იცი, რომ ეს არის შედეგი მისი აი აბსოლუტურად არარაციონალური და უაზრო პოლიტიკების. ესე გაუნახევრდა და გაუნოლდა ევროპასთან ჩვენი ინვესტიციები რამე თუ ქონდა ბატონო აი ირაციონალიზმზე როცა ვლაპარაკობთ ჩვენ ვიცე-პრეზიდენტის აქ ჩამოსვლამდე როცა ირანთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებდა მისი გამონათქვამი პირდაპირ ასოცირდა საქართველოს მმართველობის მოდელთან კი ბატონო რუბიოს დღეს კითხე სხვა შორის სლოვაკეთსა და ხვალ უნგრეთში ჩადის რა ჩვენთვის საინტერესო არის ხო ფიცო ერთის მხრივ მეორეს მხრივ ორბანი იქით ანუ შეერთებული შტატები ამ ორ თავის მეტნაკლებად მაგრამ მაინც უფრო მეტად მოკავშირეებთან რუსეთის თემას და უკრაინაზე იყო სხვა შორის აქტიური საუბარი და თუ რა საუბარი იქნებოდა დაახლოებით გამოჩნდა იმიტომ რომ რუბიოს საკმაოდ ხისტი პოზიცია ჰქონდა რუსეთთან დაკავშირებით მიუნხენში კითხვა-პასუხის რეჟიმში როცა აფიქსირებდა პოზიციას და სხვა შორის დღეს საღამოსვე ის მან თქვა რომ შეერთებული შტატები ენდობა გამოძიების იმ შედეგებს რომელიც 5-მა ევროპულმა სახელმწიფომ გამოაქვეყნა ნავალნის შხამით მოწამულასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დიდი ეჭვია იმიტომ რომ ეფექტურ კონტროლს კოლონიაში ისინი ახორციელებდნენ და ყველა ხვდება რომ ეს იყო პუტინის აი ესეთ სადისტური ცინიკური შურიზების გამოვლინება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს რუბიოს ირანთან დაკავშირებით დღეს როცა კითხეს, მან თქვა ეს რაღაცა. ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალ შიიტ სასულიერო პირებთან, საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს წმინდა თეოლოგიურ საფუძველზე იღებენ და ეს საკმაოდ რთული საკითხია. ირანთან წარმატებული შეთანხმება ჯერ არავის მიუღწევია, თუმცა ჩვენ ვეცდებით. ეხლა რატო ჯერ ერთ ირანთან დაკავშირებით მაინტერესებდა შენი მოსაზრება რა მოხდება დიდი ალბათობით შენი აზრით, მაგრამ
მეორეს მხრივ ირაციონალურობაზე ხაზგასმა. პარალელი. ძალიან ახლოს არის იმასთან, რაზეც შენ საუბრობდი და შეგიძლია ამასაც უპასუხო და იმასაც. მადლობა, კაი პარალელი. ანუ ეხლა მოკლედ რო ვთქვათ, ირანთან მისამართებაში რა არის? ირანთან არ დაგვავიწყდეს, ჩვენ სულ საუბრობთ ამერიკის შეერთებულ შტატების, მაგრამ არის მეორე მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ამერიკა ჩაითრიოს, რომ მოუნდეს ირანთან, ასე ვთქვათ, კონფლიქტში. ეს არის ისრაელი. რომელიც ერთ პერიოდზე პირიქით აწყნარებდა ამერიკას, რომ არ გინდა და ეხლა ნატანიაჰუს ბოლო განცხადებები რო ვნახოთ, ამბობს, რომ ეხლა თუ საჭირო გახდა, ჩვენ თვითონ გავაკეთებთ. ანუ ნატანიაჰუს შიდა პრობლემები ძალიან რთული თემაა, მაგრამ იმის გამო რომ ირანში არ არის მარტო ამერიკა. ირანში ამერიკა წარმოდგენილია ასევე მის სამეზობლოში ისრაელით, რომელიც მის უახლოესი და ალბათ ყველაზე ახლო ბრიტანეთთან ერთად ის არის, რა ვქო, პოლიტიკური პარტნიორია მსოფლიოში. მეორე თემა რაც არის ომი, წარმატებული ომი ყოველთვის არის კარგი პოლიტიკოსთვის, როგორც ისრაელში, ასე ამერიკაში. ტრამპმა თუ ჩათვალა, რომ შეძლებს ვენესუელა ორის გაკეთებს არა იმ ფორმით, ამ ირანიდან ვიღაცის მოპარვით პრობლემა ვერ გადაწყდება, მაგრამ ქირურგიული ოპერაციით, ამჯერად რავი, რაღაცა ოპერაციით, ან ოპოზიციის დახმარებით, ან ამ შახის ჩაყვანით, შახის შვილის ჩაყვანით, თუ რაღაცა შეძლებს, ტრამპი აუცილებლად წავა ამაზე. უბრალოდ დღეს ჩემი აზრით რახან არ წავიდა, ეს შესაძლებლობები ჯერჯერობით კულტივირდება, მაგრამ მზად არ არის. და მეორე ავიამზიდი იმართება მიმართულები და ხდება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ გარე სამხედრო აგრესია ჩემი აზრით იქნება უაზრობა, იმიტომ რომ არც არიზავს პირიქით ხალხს შეკრავს გარე აგრესიით და ეს არ არის საჭირო და ამას კარგად ხვდებიან ამერიკელები. ისრაელმა განსაკუთრებით არაფერი უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ვინმე თუ აერთიანებს, ვინმეს მიემართ ძის ღირანში საზოგადოების დიდ ნაწილს, ეს არის თანამედროვე ისრაელის სახელმწიფო. ეხა პარალელი, მოკლედ. შენ თქვი, ანუ შენ არა, შენ კარგად რუბიონ თქვა, შიიტური, ეხა შიიზმი ამ შემთხვევაში როგორც ისლამის ერთ-ერთი განშტოება რელიგიური მიმართულებაზე არ არის. აქ რა არის? ამაზეა რომ რაღაცა ფუნდამენტალისტური თეოლოგიური ანუ რწმენითი ან წარმოსახვითი ანუ ირაციონალიზმზე გაკეთა არც როდესაც რაციონალიზმი და ლოგიკის მაგალითად რწმენა კარგია, ყველა ადამიანს სჭირდება ჩემი აზრით და კარგია რომ რაღაცის გვწამს, მაგრამ რწმენით ვერ იხემძღვანებ პოლიტიკაში. როცა ხო პოლიტიკაში ხემძღვანებ რწმენით, ეს არის არასწორი და რელიგიური რწმენით. რელიგიური რწმენა. არ არის აუცილებელი რელიგიური რწმენა იყოს. შენი რწმენა შეიძლება იყოს შიიტური რწმენა, გასაგები რელიგიური, მაგრამ შენ შეიძლება გწამდეს რაღაც არარსებული რაღაცეების, ხო? როგორც მაგალითად არის Deep State და გლობალური ომის პარტია და ამ ყველაფერს ახლა მე დავრწმუნდი რომ აი ძალიან ასე ვთქვათ თავში მყოფ რამოდენიმე ადამიანს წამს. ანუ თავისთავად დაიჯერეს იმისი წამთ რომ არის ეს მასონები და ილუმინატები ვინც მართავენ ამ სამყაროს და ეს Deep State ამაზე დაფუძნებული აქედან მოდის ყველა პრობლემა რომ იმ რწმენის იმიდან რა ქვია ლოგიკიდან ვეღარ გამოდიან უკვე გიორგი ანუ როგორ ახლა დღეს როგორ უნდა დაელაპარაკოს ბატონი ირაკლი კობახიძე იმ ევროკავშირს რომელსაც საბჭოთა კავშირს ეძახის ხო ანუ ორი დღის წინ კიდე ერთხელ თქვა რომ ეგ საბჭოთა კავშირია ჩვენ შესაბამისად ეს დაახლოებით ანუ წინაც ვახსენე ანუ ენვერ ხოჯას ალბანეთს გავს რა თელესოფლიოს ის გამოუცხადა აქეთ დაადო ემბარგო ალბანეთმა დანარჩენ სამყაროს და იყო მარტო ესეთი გამოკეტილი ყველაზე მშიერი სახელმწიფო ევროპის კონტინენტზე აი დაახლოებით მაგამდე ვართ მისული ირანისგან ბევრით არაფრით განსხვავდებით. უბრალოდ ირანს გამართლება ის მაინც აქვს, რომ მათი რელიგია ეს. კი, მოძველებულია შარიათის წესები ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, დღევანდელ თანამედროვე სახელმწიფოში არ ვარ რელიგიური პრინციპები, უნდა გაიყოს რელიგია ცალკე გასაგებია, მაგრამ რელიგია ხო არ კაცო, არის ხო? ჩვენთან რა, ეს რა არის? აი ეს ბოდიში და სახელმწიფო დონეზე აყვანილი იდიოტიზმი რა არის? ზაზა შათრიშვილის ნაბოდვები არის ეს არის დღეს სახელმწიფოს იდეოლოგიური ეგ არის დღევანდელი სუსლოვი მარქსიზმ კომუნიზმის პრინციპებზე მაინც ლაპარაკობდა ფსევდომეცნიერება მაინც იყო ეს რეებზე გველაპარაკება რაღაცა გამოქვეყნებული შაუბნელი მესამე კლასელი ბავშვს რო არ დააწერნებ ისეთ სისულელებს ეს როცა გახდება ქვეყნის მთავარი იდეოლოგია მაშინ ახლა რასაგარეო პოლიტიკაზე უნდა გქონდეს რა მიუხედავად კონფერენცია ბატონო გიორგი მაგრამ მაინც საინტერესო იყო თქვენ შენი კომენტარები კი მადლობა მიუხედავად კონფერენციაზეც და იმ ფონზე რომელიც საქართველოს შიდა პოლიტიკურ დინამიკას ახლავს მთელ სამ პროცესში მაყურებლისთვისაც საინტერესო იყო მადლობა მიდაგით